აფიორა ქველმოქმედების სახელით გორში 10-ობით ბილეთი 10 ლარად გაიყიდა. კონცერტი კი, რომელიც დაანონსებული იყო, არ შედგა. მეტიც, კულტურის ცენტრში მისულ მოქალაქეებს კარი ჩარაზული დახვდათ. მომხდარზე პასუხისმგებლობას ამ დრომდე არავინ იღებს. მოტყუებული გორელები კი მომხდარ სოციალურ ქსელში აპროტესტებენ. ეს გორის კულტურის ცენტრია, ადგილი, სადაც 24 ივნის საქველმოქმედო კონცერტი უნდა გამართულიყო. ღონისძიებაზე დასასწრებად აქ ის ადამიანები მოვიდნენ, ვისაც რამდენიმე დღით ადრე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი. ისინი საკონცერტო დარბაზში ვერ მოხვდნენ, რადგან ეს კარი დალუქული დახვდათ. საკონცერტო დარბაზის დათმობის თხოვნით საქველმოქმედო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისა და დახელოვნების ლიგა მერიის შუამდგომლობით გორის კულტურის ცენტრში განცხადება 12 ივნისს შეიტანა. როგორც ირკვევა, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები მათთვის საკონცერტო სივრცის დათმობას და ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდნენ, თუმცა ორგანიზატორებმა მათ აღარ მიაკითხეს. კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ დღეს წერილობითი დოკუმენტიც გვაჩვენა, საიდანაც ვრწმუნდებით, რომ განცხადებას შეტანამდე გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი გაეცნო, რასაც მისი ხელმოწერა ადასტურებს. ჩვენგან მოხდა მათთან დაკავშირება, რომ რას ვაპირებთ, კეთდება თუ არა ასეთი საღამო, გჭირდებათ თუ არა ჩვენი დახმარება და გვითხრეს, რომ გარკვეული მიზეზების გამო ეს ღონისძიება ჩაიშალა. მორჩა და დაამთავრდა. და იმის იქით, ვინ გაყიდა ბილეთი, ვის ინტერესებში შედიოდა ესენი, ამაზე ჩვენ მართლა ყველანაირ პასუხისმგებლობას ვირიდებთ. ინფორმაცია გაყიდულ ბილეთებსა და არ შემდგარ კონცერტზე სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. როგორც ირკვევა, ღონისძიების ორგანიზატორები საქველმოქმედო საღამოზე დასასწრებ ბილეთებს საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ყიდდნენ. მსურველი 10-ობით მშობელი გამოდგა, რომლებიც შაშლილი კონცერტის გამო თავს მოტყუებულად მიიჩნევს. საკითხზე განმარტებას აკეთებს ადამიანის უფლებათა ცენტრი. უფლებადამცველების განმარტებით ორგანიზატორმა მოქალაქეებს გადახდილი თანხა უკან უნდა დაუბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება შესაძლოა თაღლითობად ჩაითვალოს. თუ ღონისძიება ორგანიზებული იყო შესაბამისი ბილეთზე მითითებული ორგანიზაციის მიერ და ღონისძიება სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ შედგა, ამ შემთხვევაში ორგანიზატორმა ამ აიპმა უნდა დაუბრუნოს გადახდილი თანხები იმ მოქალაქეებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არც ორგანიზებას ქონია ადგილი და ამ აიპის სახელით გავრცელდა, ალბათ გავრცელდა ეს ბილეთები, ამ შემთხვევაში უკვე თაღლითობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ იმ ტელეფონის ნომერზე დავრეკეთ, რომელიც დოკუმენტშია მითითებული. კობა ბერეკაშვილის ნაცვლად ხვიჩა სიმონიამ გვიპასუხა და განმარტა, რომ ღონისძიება გაუთვალისწინებელი მიზეზისა და ტექნიკური ხარვეზების გამო გადაიდო. მოქალაქეებს კი ბოდიშს უხდიან და სთხოვენ, რომ ბილეთები შეინახონ, რადგან მათ სულ მალე სანახაობრივად მდიდარ საღამოს შესთავაზებენ. ეხლა მე ჩამოვალ ხშირად ვიცხოვავდნენ დარბაზი ყველაფერი, მე როგორ სულმე ცნობილ ხელოვანებს ჩამოვიყვან, ისინი უნდა დაკნაფობდნენ, ისე რამე ხომლებით ეშლება განაცხადა. მე ხომლები თუ არ ასრულებენ ციგია, რომ იტო გადავიდე მაგის. ჩამოვალ ქალაქის მერს უნდა შეხვდე, მოვილაპარაკო რაღაც საკითხებზე იწიარა, რომ გაკეთდეს სოციალური ღონისძიება, რომელიც ნახოთ თვითონ ქალაქში უნდა წავიდეს, თუ არა თუ ვიღაცამ გიძეში პრინჩაიდე მაშინ და მე რა გვიარება. 24 ივნის დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში საკუთარი წვლილის შეტანა 150-მა გორელმა გადაწყვიტა, თუმცა მათ სანახაობის ნაცვლად კულტურის ცენტრის დაკეტილი კარი დახვდათ. გაიმართება თუ არა დაგეგმილი ღონისძიება ან აუნაზღაურდება თუ არა ბილეთებში გადახდილი თანხა, მოქალაქეებს ეს უცნობია.